ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. $600,000 კონტრაქტი ლობისტური საქმიანობისთვის. ფარაზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა, რომელსაც თვეში $100,000 უნდა გადაუხადოს. ხელშეკრულების მიხედვით ამერიკულმა კომპანია კონტინენტალ სტრატეგიმ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე. გილაურის კომპანია რეფორმატიკთან გაფორმებული კონტრაქტი პოლიტიკური შეფასებების თემაა. რა მიზნით დაიქირავა ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია? სააკაშვილის მთავრობის ყოფილი პრემიერი მედიასთან დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. მართლ გუნდში კი ეჭობენ, რომ გილაურმა ლობისტურ კომპანიას თანხები მისი ფონდიდან გადაურიცხა. თემაზე შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს, ის ახლა კურიერს უერთდება, გისმენთ შოთა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა ამ დრომდე თავად ნიკა გილაურს ლობისტური კომპანიის დაქირავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, ის არც კურიერის სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც რეფორმატიკის ოფისში, ასე ვთქვათ, გაკეთდა განცხადება ლობისტური ფირმის დაქირავებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი დღეს ნიკა გილაურის გადაწყვეტილებას და პოზიციას იცავენ, ამბობენ, რომ ყველა, ასე ვთქვათ, პერსონის კონსტიტუციური უფლებაა, რომ მსგავსი სახის მომსახურება მიიღოს ამერიკაში ლობისტური ფირმებისგან და თუკი გილაური ცდილობს, რომ რაიმე სახით ქვეყნის დემოკრატიას დაეხმაროს ამ კუთხით, ეს მათთვის მისაღებია და ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის კრიტიკული კომენტარი ამასთან დაკავშირებით აზრს არის მოკლებული. ხელისუფლება თუ აღიარებს და ამბობს, რომ ის როგორც ასე ვთქვათ ოფიციალური თბილისი ლეგიტიმური ხელისუფალი ქვეყნის მმართველი, რომელსაც აქვს საზოგადოების მხარდაჭერა იმდენად სუსტია, რომ $200,000 ასე ვთქვათ ლობისტური საქმიანობით მთელი ქვეყნის ჩვენი ყოფილი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ესტაბლიშმენტის აზრის ცვლილება ოპოზიციას შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ მიანიშნებს მათ სისუსტეს. თუ ვინმე აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ეს არის არალეგიტიმური ქართული ოცნება. ამიტომ გილაური კი არ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, აზიანებს არალეგიტიმური ქართული ოცნება იმ სისტემური დანაშაულით, რომელიც ჩაიდინა მან ამ თვეების განმავლობაში. მართველი გუნდისთვის ახალი ხელშეკრულება, რომელიც ფარას მეშვეობით გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, არის მორიგი მტკიცებულება იმის, რომ ოპოზიცია და მათი ფინანსური მხარდამჭერები, ამ შემთხვევაში როგორიც არის ნიკა გილაური, დაკავებული არიან საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის მიზანმიმართული დაზიანებით. ამავდროულად დღეს მართველი გუნდის წევრებმა თქვეს ისიც, რომ ეს არის კიდევ ერთი მოტივი და არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოშიც მიიღოს ფარას ანალოგიური კანონი, რაც სამომავლოდ მსგავსი სახის, ასე ვთქვათ, რისკებს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს დააზღვევს და ყველაფერს გამჭვირვალეს გახდის. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია და რაოდენ აუცილებელია, რომ სახელმწიფოში მოქმედებდეს გამჭვირვალეობის შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე, ისეთი როგორიც მოქმედებს ამერიკაში, რამე თუ რომ არ იყოს ეს საკანონმდებლო დანაწესები შეერთებულ შტატებში მოქმედი, ჩვენ ვერ გავიგებდით იმის შესახებ, რომ თურმე პირი, რომელიც თითქოს ამბობდა საზოგადოებას ატყუებდა, რომ ის არის რაღაც პოლიტიკისგან დაცლილი და არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ლობისტურ კომპანიას ქირაობს რაღაც $500,000-ზე მეტ დოლარს იხდის იმისთვის, რომ ამ კომპანიამ და აქედან იწყება უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი რა გააკეთოს. რაში გაუწიოს ლობირება კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რაში გაუწიოს დახმარება, რის მოტყუებაში გაუწიოს დახმარება გილაურს და დანარჩენ ნაცმოძრაობის კონკრეტულ წევრებს და აი ამ აგენტურას. ეს არის ამერიკული კანონი ფარა, რომლის მიხედვითაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე ეს გილაური, რომელიც ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ აფინანსებდა ამ უსაფრთხოებს, თურმე დაახლოებით ლობისტური ორგანიზაციები ყავს დაქირავებული და $600,000 გადასახდელი. აი ამიტომაც გვინდა იმ ფარას შემოტანა და ამიტომაც ვაპირებთ, იმიტომ რომ რა ჩვენ მოვისმინეთ და მადლობა ტრამპის ადმინისტრაციას, USAID-ის იმ ასე ვთქვათ გაშიფრული ფონდის შემდეგ, თუ რეებს აფინანსებდნენ თურმე. ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომაც დადგა დღის წესრიგში, რომ არა ის ეროვნული კანონი, რაც მივიღეთ გამჭვირვალეობის შესახებ, კიდევ უფრო ძლიერი და მკაცრი ამერიკული კანონი პირდაპირ გადმოგვიხო.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ფარას დოკუმენტი რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით დგინდება, რომ სააკაშვილის მთავრობის ყოფილმა პრემიერმა ნიკა გილაურმა და მისმა კომპანია რეფორმატიქსმა ამერიკაში დაიქირავა ლობისტური ფირმა სახელწოდებით Continental Strategy და მას $600,000 უნდა გადაუხადოს სამომავლო ლობისტური მომსახურებისთვის, როგორც ცნობილია, ავანსის სახით გილაურს და მის კომპანიას ამერიკაში $200,000 გადარიცხვა მოუწევს. დაქირავებული ფირმის მთავარი მიზანი კი გილაურის და მისი ინტერესების ლობირება, მათ შორის პოლიტიკური ინტერესების ლობირება იქნება შეერთებულ შტატებში. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ფარაზე გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ კონტრაქტი გილაურსა და ლობისტურ კომპანიას შორის 20 თებერვალს გაფორმდა. ამერიკის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქცია კი 13 მარტს გამოქვეყნდა. კონტრაქტის მიხედვით ნიკა გილაურის კომპანიამ ლობისტებს 6 თვის განმავლობაში $600,000 უნდა გადაუხადოს. კლიენტი ვალდებულებას იღებს გადაუხადოს კომპანიას ჯამში $600,000. პირველი გადახდა $200,000 ოდენობით ავანსის სახით განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღისა. კომპანია თანხმდება გაუწიოს კლიენტს სამთავრობო ურთიერთობების მომსახურება შემდეგი სფეროების ფარგლებში. ურთიერთობების დამყარება შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გავლენიან წარმომადგენლებთან პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისთვის. დახმარების გაწევა დემოკრატიის განმტკიცების, ანტიკორუფციული ნაბიჯებისა და სამთავრობო რეფორმების ხარდასაჭერად შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით, სამთავრობო ურთიერთობების, პოლიტიკის ადვოკატირებისა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენება. ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. გაბრიელიოს ლანდსბერგისი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, გუშინ კი ჯერ სალომე ზურაბიშვილს, მოგვიანებით კი ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა. ქართული ოცნებისთვის გაუგებარია, რა სტატუსით იმყოფება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც გასულ წელს ლიტვის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტიის თავმჯდომარეობიდანაც გადადგა. ლანდსბერგისი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა. დეტალებს ლელა ჯავახიშვილი გვიყვება, ის კურიერის პირდაპირ ეთერშია. ლელა, გისმენთ. ლიტვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაზე იმსჯელეს დახურულ კარს მიღმა ამაზე. მესამე სექტორის წარმომადგენლებს საჯაროდ დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა თქვეს, რომ საუბარი ეხებოდა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობა კი მედიასთან არც კი გამოჩენილა, მათ კომენტარის გაკეთება ამ შეხვედრასთან დაკავშირებით არ ისურვეს. გაბრიელიოს ლანდსბერგისი არის ვიტაუტას ლანდსბერგისის შვილიშვილი. ვიტაუტას ლანდსბერგისი იყო ის ისტორიული ფიგურა, ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლობს, რომელმაც დაანგრია საბჭოთა კავშირი, ლიტვამ პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ეს თავისუფლების ჩირაღდანი, რომელიც ლიტველ ხალხს იპყრა, ეს ჩირაღდანი ყოველთვის იყო ჩვენთვის გზამკვლევი და ეს ბრძოლა გრძელდება და ბოროტების იმპერია აუცილებლად დაინგრევა. მეც ვერაფერს ვერ გეტყვი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ის კონსულტანტია, ხო, ეხლა რაღაც პოლიტიკური რჩევები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მე ვთქვი ისეთ თქვაც მინდა. მადლობა. მადლობა. მართლ გუნდში კი ამბობენ, რომ არაოფიციალური სტატუსით ჩამოსულ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში საზოგადოების ნდობა არ აქვთ საერთო ინტერესი ქართულ ოპოზიციასთან, რაც მათივე განმარტებით კონკრეტული ძალების პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. განსაკუთრებით აი ბალტიისპირელების მიმართულებით არის ძალიან დიდი აქცენტირება ეთყობა გაკეთებული, რომ ეს საქართველოს უსამშობლოები აქ ვინც ყავს რადიკალურ ოპოზიციას შეესწავთ მობმული და ისინი დირიჟორობენ. გახსოვთ თქვენ შახინი, გახსოვთ ხო? არასდროს არ ყოფილა პოლიტიკიდან მიდის. არასდროს არ ყოფილა ის საქართველოს მეგობარი. ის იყო აი ამ მარგინალი ჯგუფების მეგობარი, რევოლუციური სცენარის, თავისი აგენტურის მეგობარი, რომელიც აქ ყავდათ. ამათი მეგობრები იყვნენ ჟიგმანტუსები, გიჟმანტუსები, პლუს იქ რაც ვინც იყვნენ ეს ხელმოწარულები. საკუთარ ქვეყანაში ნდობა არ ქონდათ, მხარდაჭერა არ ქონდათ, ჩამოეშალათ ხუხულასავით ის მთავრობები.
და აი აქ მაინც და მაინც იმ ყვავის არ იყოს, აქ დაასრულეს პოლიტიკა. ესე იგი რუსთაველზე, როდესაც ხარ უპრინციპო, როდესაც ხარ უთამოყვარეო, არც ერთ ქვეყანაში არ უნდიხართ და ეს ჩვენ უსამშობლოები კიდე ამათ გვერდში იყენებდნენ. ხელმოწარული და ამორტიზირებული პოლიტიკოსები, კონკრეტულად ეს პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს უხეშად ერეოდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ამ სუვერენიტეტ დაცლილი სახელმწიფოდან სამწუხაროდ ცდილობდა სწორედ deep state-ის საქმის გაკეთებას საქართველოში სტატუსის პირობებში, დღეს უკვე უსტატუსოდ, მაშინ როდესაც თვითონ ამ ქვეყნის საზოგადოებასაც ის აბსოლუტურად არაფრად მიაჩნია პოლიტიკური თვალსაზრისით, მოდის და აქ რაღაც ადგილობრივ აგენტურასთან ცდილობს გაუზიაროს რაღაც საერთო მიზნები და ამოცანები. ნათელია, რომ ამ ხაზს არანაირი პროგრესი და წარმატება საქართველოში არ გააჩნია. ღონისძიება ჩვენთვის დღესაც დახურული იყო ისევე როგორც გუშინ ოპოზიციასთან შეხვედრის შემთხვევაში, სადაც მხოლოდ ცალკეული მედიის წარმომადგენლები იყვნენ დაშვებული. ამ ფაქტს დღეს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა, რომელიც გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აღნიშნულ შემთხვევას საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის. ომბუდსმენი მოუწოდებს ყველა მხარეს უზრუნველყოს ღონისძიებებზე მედიის თანაბარი დაშვება ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც საზოგადოების საჯარო ინტერესს წარმოადგენს. მადლობა ლელა ჯავახიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ოპოზიციაში უთანხმოება და დაპირისპირება გრძელდება. ნაციონალური მოძრაობა სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ამჯერად მწვავედ აკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გახარია საქართველოსთვის წევრები ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ, ან ოპოზიციის კრიტიკას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს, ვინ არის რეალურად ოპოზიცია. პასუხად გახარიას გუნდში განაცხადეს, რომ ხაბეიშვილის მოსაზრებები მათთვის საინტერესო არ არის. ყველა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. გამორიცხულია ნაციონალური მოძრაობა უკვე წლების განმავლობაში ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ნაციონალურ მოძრაობას ესმიან თავს. შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციაზე და არა ის, რომ ჩვენ ყველას ვეძახოთ და ვეფეროთ, რომ აი თქვენ ჭირიმეთ 13 წელია ჩვენ კისერზე წისქვილის ქვა დატრიალდა, თქვენ აგერ 2 დღეა ოპოზიციაში ხართ, მოდი ერთიანები ვიყოთ და იმათ რომ ქვა და ტალახი გვესრონ. არ გამოვა ჯიგრებო ეგრე. რა დასამალი ვერ გავიგეთ. დღენახევარია რომ ოპოზიციაში და პარლამენტიდან არ გამოდიან. რაღაცა ქნას ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვა შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს. სალომემ საერთოდ განაცხადა რომ დაქსაქსულობა ყოფილა კარგი და ერთიანობა ცუდიაო, ეს არ არის მიუღებელი. წადით კითხეს სალომეს ერთიანობაა კარგი თუ კოორდინაცია? თუ იტყვის რომ კოორდინაციაო კარგად იყოს. ხაბეიშვილი რაღაცას აბუთბუთდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვერც ხაბეიშვილი და ვერც ვერავინ ამ ქვეყანაში ჩვენ საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების გარდა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეგვიძლია. მით უმეტეს ვიღაც ხაბეიშვილი. თვითონ რაში გადავიდნენ, თავდაცვიდან თავდასხმაში გადავიდნენ თუ პირიქით, ეს აბსოლუტურად ჩვენთვის არ არის საინტერესო. რაღაცას თავის ესე თქვა წარმოდგენებში და ოცნებებში ელანდება რაღაც ერთი პარტიის ჩამოყალიბება, სადაც იქნება პარტია გახარია საქართველოს წარმომადგენლები და იქნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ესეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. ნაციონალური მოძრაობა დიდი ხანია გააქტიურებულია, მათ შორის 2012 წლის 1 ოქტომბრის მარცხის შემდგომ, თუმცა ვნახეთ ჩვენ ყველა არჩევნები, რომელიც ასევე კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის დასვლა მარცხით დასრულდა, იგივე შეიძლება ითქვას 26 ოქტომბრის არჩევნებიდან მიმართებაში, როგორც ჩანს, ის მოჩვენებითი ერთიანობა, რომელსაც ჯერ კიდევ წინა საარჩევნო თავაზობდნენ, ისინი საკუთარ ამორჩევლებს და მოქალაქეებს ატყუებდნენ, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ, შექმნიდნენ მრავალპარტიულ უმრავლესობას პარლამენტში, შექმნიდნენ კოალიციურ მთავრობას, ეს აღმოჩნდა ტყუილი და ეს დაადასტურა მათ შორის არჩევნების შედეგებმა და არჩევნების შემდგომაც ის გადავთქვა, რომ ისინი ვერ ახერხებენ ვერც ეს საკითხზე გაერთიანებას, პირიქით მათ შორის იგივე ნაციონალური მოძრაობა დამოუკიდებლად დაპირებს გააქტიურებას, თუმცა ნებისმიერი ფორმით ისინი რაიმე ფორმატში გაერთიანებული იქნებიან თუ ცალ-ცალკე დარჩებიან, ჩვენთვის ყველანი ისინი არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიების გამოყენებით იბრძვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, რა თქმა უნდა, არც მათთან ბრძოლის, სადაც უმეტეს მათი თავდასხმის რეჟიმში გადასვლის არავის არ ეშინია.
პარლამენტმა პირველი მოსმენით ანტინარკოტიკული რეფორმა განიხილა. ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა დარბაზში დაისვა შეკითხვებიც. ინიციატივის მიხედვით მაქსიმალურად მკაცრდება საშელი ნარკორეალიზატორების მიმართ. ახალი რეგულაციები ეხება პასუხისმგებლობის გაზრდას მარიხუანასთან მიმართებითაც. ნარკომომხმარებელს კი 3 წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და 5 წლით აეკრძალება საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებელ დაწესებულებაში საქმიანობა. პარლამენტს და კესო კაფეენძეს ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში. კესო, როდის იგეგმება ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება? სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კენჭისყრა და კანონმდებლებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს არსებულ ინიციატივას. კანონპროექტი, როგორც უკვე აღნიშნე, განსაკუთრებით მკაცრდება ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. ის ითვალისწინებს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას. ასევე კანონში ჩნდება სისხლის სამართლის კოდექსში ჩნდება სავალდებულო კურნალობის სასჯელი, რომელსაც მოსამართლე თავისი დისკრეციული უფლებით გადაწყვეტს სასჯელის ამ ფორმას მიმართოს თუ არა. რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, მათთვის ამ შემთხვევაში 3 წლით ნარკომომხმარებლებს შეეზღუდებათ და ჩამოერთმევათ ავტოტრანსპორტის, ნებისმიერი ავტოტრანსპორტის გადაადგილების უფლება და ასევე ის მათ 5 წლით შეეზღუდებათ საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობა. როგორც კითხვა-პასუხის რეჟიმის შემდეგ სიტყვით გამოსვლებში კანონმდებლებმა ისაუბრეს, ამ ეტაპზე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ნარკორეალიზაცია და გარდა ანტინარკოტიკული კანონისა და ანტინარკოტიკული კამპანიისა, ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი სპორტის პოპულარიზაცია, როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს არის ყველაზე ეროვნული პროექტი, რაზეც ახლა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობენ. პოლიციის წაყოლის შემთხვევაში ატესტის გაკეთება იქნება უფასოდ მოქალაქისთვის, ანუ ამ თანხებს დახარჯავს დაფარავს სახელმწიფო და თუ მოქალაქემ უარი უთხრა და გასაგებია რომ 8 საათი იქნება თუ შემდგომ დაზუსტება უკვე მეორე მოსმენაზე სპეციალისტებთან ერთად, ამის ხარჯს გადაეხდის უკვე მოქალაქე იმისაც რომ დაადასტუროს თავის სიმართლე. დიახ, ბატონო ლადო, ხარჯები პირველ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის თავისივენებით, რა თქმა უნდა, გადასვლა, გადაყვანა იქნება, გაღაყვება სამართალდამცავს, ექსპერტიზის ხარჯები სახელმწიფოს მიერ იქნება გადახდილი, მაგრამ თუ თვითონ გადაწყვეტს, რომ უნდა ჩაიწეროს თავად ექსპერტიზა, ამ ხარჯებს სახელმწიფო არ და ვერ ანაზღაურებს, თავად მოუწევს ამ ხარჯების ანაზღაურება და თავისი სიმართლის ამ ფონდიდან ორივე შესაძლებლობა აქვს კონკრეტულ მოქალაქეს ან ერთი ან მეორე აირჩიოს. ბატონო, აბსოლუტურად ჩემი კითხვა შეეხება იძულებით მკურნალობას. თქვენ ახსენებთ, რომ იძულებით მოხდება მკურნალობა. ხომ არ არის სავალდებულო მკურნალობა? სავალდებულო. აქ როდესაც ეს ძალიან საშინელი დაავადება მოიხსენება და როდესაც ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს და მოტივირებული აქვს განიკურნოს, მაშინაც კი ძნელი არის ამ დაავადებისაგან თავის დაღწევა და სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში, როდესაც ვავალდებულებთ, რამდენად გვექნება წარმატების შემთხვევაში, რამდენად ეფექტიანია ეს, ხომ არ საჭიროებს ეს მუხლი გადახედვას? ქალბატონო ეკა, ერთი თხოვნა მექნება ამ შემთხვევაში როგორც ოპონენტის მიმართ. ჩვენი გარეთ მყოფი დღეს ქუჩაში დარჩენილი ოპონენტები სპეციალურად იმეორებენ იძულებით მკურნალობას ამ ტერმინს. სპეციალურად, რომ ის კომუნისტების დროიდან მოყოლებული, საბჭოთა დროიდან მოყოლებული ტერმინი დამკვიდრდეს და სავალდებულო მკურნალობას, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატებში, ბევრ ისეთ ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ ვთქვათ პოზიტიური კომუნიკაცია გვაქვს, მათ შორის საკანონმდებლო კუთხითაც. სავალდებულო მკურნალობის პრეცედენტები არსებობს, იძულებითი მკურნალობა არის გადმონაშთი საბჭოთა პერიოდიდან. ამიტომ სპეციალურად იმეორებენ ამ სიტყვას და თუ შეიძლება რომ ჩვენ ნუღა გავიმეორებთ, ძალიან გთხოვთ, რაც არ უნდა ოპონირების რეჟიმში შევიდეთ, ჩვენ ერთი ჯერ მოცემულობა ვთქვათ რა არის, რა გამოგვაქვს და მერე კი ბატონო ვიკამათოთ ამ თემებზე. წლების განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აგერ ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში კვლევები ამბობს, თურმე კვლევას დალაგებულია ეს ფსევდოლიბერალური გამოსვლებით, სტატიებით დალაგებულია, აღმოჩნდა აგერ, ხო? რომ ნიდერლანდებში აგერ მიუშვეს და აი ხალხმა მოისურვეს, გაკაცო ნარკომომხმარებლები აღარ არიან. ის რომ
აგერ მოწიე კლუბური ნარკოტიკი მსუბუქია კაცო მიიღე გადაყლაპე რაღაც ტაბლეტი და იცეკვე წადი სახს და მეოთხეს არაფერი არ ხდება აღმოჩნდა ერთი დიდი ფსევდოლიბერალური ტყუილი და ნიდერლანდების მაგალითიც აღმოჩნდა ბოლო კვლევები ამაზე მიუთითებს აღმოჩნდა ერთი დიდი ბინძური მავნებლური ტყუილი რომლის მიხედვითაც თურმე ასე არ არის სინამდვილეში ამავე დროს მე არ ვამბობ რომ რაღაცნაირად ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს ხა ადამიანი რომელიც ყოველდღე მიდის ინექციით რაღაც იმას იღებს და ამაზეა დამოკიდებული და ვიღაცამ რომ დღეს მოწია და ხვალ უნდა ეცე ხა ამ ადამიანს და გააქანო ციხეში რა თქმა უნდა მსგავსი მიდგომაც დამღუპველია აქ ჩვენ რაღაცნაირად ზღვარი უნდა ვიპოვოთ მართველი გუნდი აპირებს, რომ ანტინარკოტიკული რეფორმა და ანტინარკოტიკული კამპანია და ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მომავალი თაობის გადარჩენისთვის ქვეყნის მთავარ ეროვნულ მიზნად დაისახოს, რაც შეეხება მართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს ქართული ოცნების მორიგი კამპანიის ნაწილია. იმ უბედურებაზე, რომელიც ამ სფეროში ხდება, ერთმნიშვნელოვნად თავისი ლოიალური პოლიტიკის გამო პასუხისმგებელი არის არალეგიტიმური ქართული ოცნება. ჩვენ რა თქმა უნდა მოვითხოვთ იმას, რომ უკომპრომისო ბრძოლა უნდა გაუმართონ ნარკორეალიზატორებს, ეგრეთ წოდებულ ბარიკებს და მეორე მხრივ მომხმარებლებს უნდა შევთავაზოთ რესოციალიზაციის პირობები. საქართველოს სერიოზული გამოწვევა არის ნარკოპანდემია, მაგრამ ამის შველა კანონების დრაკონულად გამკაცრებით არსად მსოფლიოში შედეგის მომტანი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ნარკოტიკების გასაღება უნდა იქნას უმკაცრესად დასჯილი, მაგრამ ადამიანები, ვინც მოიხმარენ ნარკოტიკს, ხშირ შემთხვევაში არიან დამოკიდებული ამ ნარკოტიკზე, აქ მნიშვნელოვანია მათი მკურნალობა, რესოციალიზაცია. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს გამოწვევა, თუმცა ეს ის გამოწვევა, რომლის მიმართაც რა თქმა უნდა საქართველოს ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს ადეკვატური და ის რეალური მოცემულობა რაც არის რის წინააღმდეგაც რის მიმართაც უწევს სახელმწიფოს ბრძოლა, განაპირობებს შესაბამისად ადეკვატურ მექანიზმებს და ამ მექანიზმების გამკაცრებას. თუ კი ვინმეს არ მოწონს ნარკოპოლიტიკის გამკაცრება, მას არ მოწონს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი. კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებების 8 სხვადასხვა კანონში შედის, მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსი და ადმინისტრაციულ სამართალდაღუევათა კოდექსი. მადლობა კესო კაფეინზე საუბრობდა პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან. 9 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით. უწყების ინფორმაციით მათ შორის 4 რეალიზატორია. დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ნაწილი წარსულში ნასამარხებია. მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღებას და გასაღების მცდელობაში ადანაშაულებენ. დაკავებულებს 20 წლამდე ან უბადო პატიმრობა ემუქრებათ. პოლიცია რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკი და ფაქტი ფარულად ჩაწერა. Şimdi de çektim ki hiç saymadım ama bir say onu. Sana veriyorum 500. Al 500 mü? Bakın. Şimdi büyük olan onların küçük. Ben de yola çıkıyorum. Batum'a gideceğim. Tuttuğumuz şeyleri vardı. Canım burada ne kadar var? ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის და მისი მძღოლის გია ჩადონელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელაუძილაურს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე პროცესზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ადვოკატები 5,000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ, პროკურატურამ კი პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. კურიერის ინფორმაციით ჭავჭავაძეზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ უძილაური 3 დღის განმავლობაში ისანი-სამგორის რაიონში ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა. ის სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ქუჩაში გადაადგილდებოდა. დეტალებს ნათია მღევრიშვილი მოგვიყვება. ნათია, დაარღვია თუ არა დუმილის უფლება დაკავებულმა?
გელა უძილაურს დღეს დუმილი არც სასამართლო პროცესზე დაურღვევია, ის მხოლოდ მოსამართლის მიერ ვინაობის დაზუსტებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობდა და მას სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. დღევანდელ სასამართლოზე საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის ის, რომ გამოძიების ინფორმაციით გელა უძილაურის სახელზე რეგისტრირებული იყო 2 ცეცხლსასროლი იარაღი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ამოიღო ერთი, თუმცა მეორე ამ დრომდე არ არის ამოღებული. გამოძიების ინფორმაციით არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ იარაღით მომხდარი იყო 14 გასროლა, რომელსაც ლევან ჯანგველაძე ემსხვერპლა და რომელიც გამოძიების ინფორმაციით შესაძლოა უკვე განადგურებულიც იყოს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა მისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლის გათვალისწინებითაც აუცილებელი იყო გელა უძილაურის პატიმრობაში დატოვება, მათ შორის პროკურორის თქმით ამ დრომდე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს ოფიციალური მოტივის დასადგენად და შესაძლოა უძილაურის გათავისუფლების შემთხვევაში ამ სამართლებრივ პროცესებს ხელი შეეშალოთ. უძილაურის ადვოკატები კი მოითხოვდნენ მისი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას და ალტერნატივის სახით მოსამართლეს შესთავაზეს 5000 ლარიანი გირაოც, თუმცა მოსამართლემ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. საფრთხეები, რა საფრთხეებზეც ილაპარაკა პროკურორმა არ არსებობდა. მტკიცებულებების ნაწილში ძირითადად და პროკურორსაც არ უსაუბრია სასამართლო პროცესზე რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ის მტკიცებულებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გაფიქრებინებდა იმას, რომ რეალურად შემოწმების ყოფნა ჩაიდინა აღნიშნული ქმედება. ის მოქმედებები, რაც შესთავაზა ბრალდების მხარემ, რაც შესთავაზა ყველაში მიიღო ნებაყოფლობით მონაწილეობა. საგამოძიებო ექსპერიმენტში? საგამოძიებო ექსპერიმენტში არა. სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულს შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება და რა თქმა უნდა რელევანტური აღკვეთის ღონისძიება მის ქმედებებთან და პიროვნებასთან მიმართებაში ეს აღკვეთის ღონისძიება არის დაპატიმრებული. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამასთან დაკავშირების მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობა, რომ აღნიშნული გაირკვას და დადგინდეს. რაც შეეხება რა ვითარებაში მოხდა დაკავება, აღნიშნული პიროვნების მხილების შემდეგ, მას შემდეგ რაც შეკრებილი იქნა საკმარისი ინფორმაცია, რომ კონკრეტული ქმედება ჩადენილი იყო წარმოდგენილი ბრალდებულის მიერ, გააქტიურდა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით და აღნიშნული პიროვნება დაკავებული იქნა ქალაქ თბილისში და წარმოდგენილი იქნა შესაბამისად უკვე საგამოძიებო. ბრალდებულის მხილება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში მოხდა საქმეზე არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად. ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ეს არის დათვალიერების ოქმები, ეს არის ნიმუშები, ეს არის უშუალო დამოცნობის ოქმები და აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. ბრალდებულის დაკავება მოხდა ქალაქ თბილისში ისანის სამგორის ტერიტორიაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით გელა უძილაურის დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. შეგახსენებთ, რომ 14 მარტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა 2 დღის წინ დააკავეს 50 წლის მამაკაცი. კურიერის ინფორმაციით გელა უძილაური იმალებოდა ისანის სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში და ის სამართალდამცველებმა ეგრეთ წოდებული დამპალოს სასაფლაოების ტერიტორიაზე დააკავეს. შეგახსენებთ, რომ გამოძიება 50 წლის მამაკაც ედავება ლევან ჯანგველაძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ასევე იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 50 წლის მამაკაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მადლობა. საქალაქო სასამართლოდან ნათია მღებრიშვილი გვერდსვებოდა.
მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებზე დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით იმსჯელა. ინიციატორების განმარტებით ბრიტანულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემუშავებული ცვლილება განსაზღვრავს მედის ობიექტურობის, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებსა და დაცვის სიტუაციურ მექანიზმებს. ცვლილების თანახმად იზღუდება მედია საშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, თუმცა ეს არ ეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს. ცვლილებაზე დაისვა კითხვებიც. სოზარ სუბარის განცხადებით მედიისთვის ბალანსის მოთხოვნა არასწორია და კანონმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ მედიამ ტყუილი არ გავრცელოს და ადამიანს ცილი არ დასწამოს. პოლიტიკურ დებატებში, მაგალითად, რომელიც ტელევიზიაში არის, თუ ყველა ჯგუფი არ არის, არ გამოიყენო იმაზე თავდასხმისთვის და მოსულია ტელევიზიაში, იმიტომ რომ გააკრიტიკოს თქვა სიტყვაზე ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიმე ტელევიზიაში. ამ პირიქით ჩვენ ვართ მისული, რომ სხვა გავაკრიტიკოთ. ეხლა ამის აკრძალვა და ამის კანონის დონეზე რეგულირება უბრალოდ შეუძლებელი მგონია და არასწორიც მგონია. მე მგონი რაღაცა ისეთ ქიმერებს ვეკიდებით, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება უბრალოდ შეუსრულებელი იყოს, არათუ ძნელად შესასრულებელი. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ბრიტანულ მოდელს ვიღებთ, მაშინ უნდა მივიღოთ ბრიტანულ მოდელში მოდელი, რასაც ითვალისწინებს ის პრინციპები, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, მაგალითად ბალანსის დაცვას, ბალანსის დაცვაში, მაგალითად, ახალი ამბების დროს უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ერთი მხარე, მეორე მხარე, მესამე თუ რამდენიც არის, რა მოსაზრებას შეიძლება არსებობდეს, ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს საზოგადოებამ და არ უნდა მოხდეს ცალმხრივად ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის. მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, რომ ბალანსის დაცვა უბრალოდ მოთხოვნა არის არასწორი. ტყუილი არ უნდა თქვას, ცილი არ უნდა დასწამოს. თუ ვინმე არის ცილის წამების წინააღმდეგი და თუ ვინმე ზიანდება, ერთ-ერთი მათ შორის მეც ვარ და ყველა ჩვენთაგანი, მაგრამ ეს ცალმსახად უნდა გავამიჯნოთ, ეხლა დაიცვას ბალანსი, ყველა აზრი, ყველა პოზიცია გამოხატოს მეტნაკლებად სწორად, უბრალოდ შეუძლებელიც არის და არასწორიც არის, იმიტომ რომ ადამიანები ვართ, გვაქვს ჩვენი პოზიცია და ვიცავთ იმ პოზიციას ტელევიზიაშიც, პირად საუბარშიც და ყველგან და ზედმეტ რეგულირებაში შევდივართ, რომელიც არც არის სახელმწიფოს საქმე და შეუძლებელიც არის ძალიან ხშირ შემთხვევაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ინდოეთში გრძელდება. მაკა ბოჭერიშვილი კოლეგას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. დელიში რაიზინას დიალოგის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია და პანელური დისკუსიები იმართება. ინდოეთის დედაქალაქში ასობით მაღალი რანგის სტუმარი იმყოფება. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3,567,000,000 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,6%-ით მეტია. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. უწყების ცნობით ექსპორტი გაიზარდა 4%-ით, იმპორტი კი 19,6%-ით. იანვარ-თებერვალში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78% შეადგინა. იანვარ-თებერვალში გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი წლიური განგარჩევით 4%-ით არის და რაც კარგია, ჩვენ ველოდებით რომ ის ტემპი გაუმჯობესდება და გაიზრდება მიმდინარე წლის განმავლობაში და ხელს შეუწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ჩამოყალიბებას საქართველოში. უყურებთ კურიერს 3 საათზე. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით ლევან ვარჩალომიძე ყაზახეთში ამ დრომდე დაკავებულია. პარტიაში ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გუშინ მაშინა იყონეს, როდესაც აეროპორტის გავლით საზღვარს კვეთდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ვარჩალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება. მას პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ პუტინის რუსეთს ყავს მტრად გამოცხადებული და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, იმიტომ რომ ლევან ვარშალომიძე არის საქართველოს პატრიოტი, ის უკრაინაში არის მაღალთანადოებას. იმედიც მაქვს, რომ ყაზახეთის ხელისუფლება რუსეთს არ გადასცემს ვარშალომიძეს, იმიტომ რომ მას ფაქტობრივად სიცოცხლის ჯანმრთელობის საფრთხე დაემუქრება იმ შემთხვევაში, თუ პუტინის რუსეთს და პუტინს ჩაუვარდა ხელში. დაკავების სერია გრძელდება თურქეთში. ორდერი 100-ზე მეტ პირზეა გაცემული. პოლიციამ მანამდე სტამბოლის მერი დააპატიმრა. ექრემ იმამოღლუს სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მთავარ კონკურენტად განიხილება. პროკურატურაში მის წინააღმდეგ საქმე ეხება უკანონო ტენდერებს, თაღლითობას და ქრთამის აღებას. ასევე ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თანამშრომლობას, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. 54 წლის იმამოღლუ 2019 წლიდან სტამბოლის მერია. ქალაქის გარშემო გადაკეტილია საქალაქთაშორისო მაგისტრალები და აკრძალულია ქუჩის აქციები. დაკავებამდე მერმა ვიდეო გაავრცელა.
მწუხარებით მიწევს იმის აღნიშვნა, რომ რამდენიმე ადამიანმა ჩვენი ხალხის ნების მიტაცების მსურველმა პოლიცია ამ ქვეყნის უსაფრთხოების მცველნი ბოროტების იარაღად აქცია და ასეულობით სამართალდამცველი განალაგა ჩემს კართან 16 მილიონიანი სტამბულის რეზიდენციის ზღურბლთან. დიდი უსამართლობის წინაშე ვდგავართ, მაგრამ არ დავნებდები და ბრძოლას გავაგრძელებ. უკრაინაში 30 დღის განმავლობაში ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმება ვერ შედგა. ტრამპი პუტინის 2 საათიანი სატელეფონო საუბარი ამ საკითხზე კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ოფიციალური განცხადებები გავრცელეს როგორც კრემლმა, ასევე თეთრმა სახლმა. მიღწევა არის ის, რომ პუტინი დათანხმდა ერთი თვით შეაჩეროს თავდასხმები უკრაინის ენერგოობიექტებზე, თუ იგივე ნაბიჯს კიევიც გადადგამს. კრემლი კონფლიქტის მოგვარების მთავარ პირობად უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერებას ასახელებს. რაც შეეხება თეთრი სახლის განცხადებას. ტექსტში აქცენტი კეთდება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებაზე. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, რომ დღეს უკრაინა და რუსეთი სამხედრო ტყვეებს გაცვლიან. რუსეთი უკრაინაში დააბრუნებს ასევე 23 დაჭრილ ჯარისკაცს. შეიქმნება ექსპერტული ჯგუფები, რომლებიც ზავის საკითხზე იმუშავებენ. ფიქრობ შესანიშნავი სატელეფონო საუბარი გქონდა, თითქმის 2 საათი გაგრძელდა. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მშვიდობის მიღწევაზე, სხვა თემებზეც ვსაუბრობდით. გვაქვს სიტუაცია, როდესაც იარაღები ერთმანეთისკენაა მიმართული, რაც სისულელეა. ეს არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტა ამ კუთხით წინ წაწევის გარეშე ძნელი მისაღწევია. უპირატესობა ახლა რუსებს აქვთ, მათ დაახლოებით 2500 უკრაინელ ჯარისკაცს ალყა მოარტყეს, რაც არ არის კარგი ამბავი. პუტინთან მე ამერიკულ დაახმარებაზე არ მისაუბრია. საერთოდ არ ყოფილა ამ თემაზე საუბრის ინიციატივა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ეხმაურება ზელენსკიც. სულ ცოტა ხნის წინ ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ტრამპს დღეს დაელაპარაკება. ზელენსკი ასევე გარანტიების მიღებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა უკრაინის გარეშე მოლაპარაკება არასწორია. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა არის მხარეების დაუყოვნებლივი პოლიტიკური ნება ომის დასასრულებლად. ზედმეტი სიტყვების, მჭერმეტყველების, დაშინების გარეშე. მთელი პატივისცემით არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არც ის მინდა რომ ჩვენ ვიყოთ პუტინის მენიუში. ჩვენ არ ვართ სალათები, არ ვართ კომპოტი ამ ადამიანისთვის, მიუხედავად მისი მადისა. ამიტომ ვთვლი რომ ჩვენ გარეშე ჩვენზე მოლაპარაკება არასწორია, რადგან ყველასთვის სასურველი შედეგი არ იქნება. პუტინი ცulis კონცეფციას, მაგრამ არ ცulis შინაარს. მას უკრაინული არმიის რაოდენობის შემცირება სურს. ეს ულტიმატუმი ომის დასაწყისშივე გააჟღერა. არსებითად არაფერი შეცვლილა, შეიცვალა ფორმულირება, მაგრამ არსი იგივეა. პუტინის მეორე პუნქტი ეხებოდა დაზვერვას და იარაღს. მან დაინახა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის გაზიარების შეწყვეტა და ამიტომ აყენებს პირობებს, რომლებიც მისი აზრით რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებს. ოკუპანტების სუმის ოლქში კრასნოპოლის საავადმყოფოს თავს დაესხნენ. შენობაში ხანძარი გაჩნდა. მიმდინარეობდა სახანძრო სამშობლო ოპერაცია, რა დროსაც კიდევ 5 განმეორებითი დარტყმა განხორციელდა. ევაკუირებულები არიან პერსონალი და პაციენტები. ჩამოინგრა ის თავშესაფარი, სადაც 29 პაციენტი გადაიყვანეს. მაშველებას შეძლეს ნანგრევების დაშლა და ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. აფეთქებები იყო კიევის ოლქში, სადაც 2 მოქალაქე დაიჭრა. დაზიანებულია 35 სახლი და კერძო მეურნეობა. თავდასხმა განხორციელდა კიდევ 10 ოლქზე. ქართულმა ღვინის მწარმოებელმა 24 კომპანიამ საერთაშორისო გამოფენა ProWine Düsseldorfში მიიღო მონაწილეობა. წელს ამ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის 25 წლისთავი აღინიშნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და გერმანიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოფენის დირექტორი შეხვდნენ. ლევანდელი გამოფენისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით, იმიტომ რომ წელს შესრულდა 25 წელი, რაც საქართველოს იღებს მონაწილეობას ამ გამოფენაში. გამოფენასთან ერთად და გამოფენასთან პარალელურად ჰქონდა დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი მაინინგერის კონფერენციაზე, ჰქონდა შეხვედრები ProWine-ის ხელმძღვანელობასთან. მიმოვიხილეთ ეს 25 წელი თანამშრომლობის და რა თქმა უნდა დაიგეგმა ჩვენი თანამშრომლობის მომავალი. საელჩო და ღვინის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ცდილობს, რომ გვერდში დაუდგეს ჩვენი მეღვინეებს ქართველი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით. მსგავსი ტიპის გამოფენები საგრძნობლად ზრდის პოპულარიზაციას ევროპულ ბაზარზე. დღესდღეობით საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს ქართული ღვინო ევროპაში. გერმანიაში მათ შორის ProWine არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა ევროპაში
წარმოდგენილი გვაქვს 10-ზე მეტი დასახელების ღვინო. გამოფენის სტუმრებს ძალიან მოსწონთ ქართული ღვინო, რაც გვაძლევს იმედს, რომ გაიზრდება ქართული ღვინის მიმართ ინტერესი და შესაბამისად ექსპორტი. თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე. კახი კალაძის განცხადებით რეფორმა 2017 წელს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდა და განახლდა. ტრანსპორტის განვითარებას კი მისი თქმით ურბანული განვითარება უნდა მოყვეს. ამ მიმართულებით კი გრძელდება ქუჩების და გამზირების რეაბილიტაცია. ახალი კვანძებისა და ზოლების მოწყობა. სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა საცობები და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ. განხორციელდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხვისა და მოყმის ძეგლის მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც გზაჯვარედინის გამტარ უნარიანობა დაახლოებით გაიზარდა 15%-ით. პროექტის ფარგლებში გზა ჯვარედინზე დროის ოპტიმალური მართვის უზრუნველსაყოფად დაემატება საავტომობილო ზოლები, სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა იქნება შუქნიშნით დარეგულირებული. გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიქმნება საქვეითო კავშირი, რაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და ორგანიზებულს გახდის ტერიტორიაზე, ასევე განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები. აღნიშნული პროექტი ხელშეუწყობს მოძრაობის გამარტივებას, უსაფრთხოების ამაღლებას, სატრანსპორტო და ქვეითი ნაკადების ეფექტურ მართვას, საბოლოო ჯამში სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად ქალაქში არსებული საცობების გამტვირთვასაც შეუწყობს ხელს. პარალელურად ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ჭკვიანი შუქნიშნების პროექტის განხორციელება, რომელიც დაწყებულია და როდესაც დავამთავრებთ უკვე რა თქმა უნდა ესეც ხელშეუწყობს ქალაქში მოძრაობის დარეგულირებას. ჯორჯიან ეირვეისი თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით რომსა და ფორლიში იწყებს. იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირ რეისები კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს, რომის მიმართულებით კი 26 აპრილიდან კვირაში ორჯერ შესრულდება. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაიზრდება ფრენების სიხშირე საფრანგეთისკენაც. დაემატება რეისები პარიზის და ნიცის მიმართულებით. ავიაკომპანია ჯორჯიან ეირვეისი აპრილიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს ახალი ევროპული მიმართულებებით იტალიაში, ქალაქ რომსა და ფორლიში. ფორლის მიმართულებებით პირდაპირ ფრენები შესრულდება 24 აპრილიდან კვირაში ერთხელ, რომის მიმართულებით აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით შესრულდება კვირაში ორჯერ. შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები მილანში კვირაში 3ჯერ, რომში კვირაში ორჯერ და კვირაში ერთხელ ფორლის მიმართულებით. გარდა ამისა, გაიზრდება სიხშირეები საფრანგეთის მიმართულებითაც და კვირაში 4ჯერ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შესრულდება ფრენები პარიზსა და ნიცის მიმართულებით. გარდა ამისა, შესრულდება პირდაპირ რეისები თბილისიდან ევროპის სხვა ქალაქებშიც, ვენაში, ბერლინში, ამსტერდამში და ლარნაკას მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ფრენები სრულდება დღის საათებში, რაც მგზავრებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია და ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს გუნდმა 15 ფეხბურთელით ივარჯიშა. ბ-ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს 20 მარტს ერევანში, 23 მარტს კი თბილისში დაუპირისპირდება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანტალიაშია და მარტში გასამართი მატჩებისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადის. რამასვანიძის გუნდი 22 მარტს ფინეთს, 25-ში კი სერბეთს დაუპირისპირდება. დღის სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.g კურიერი კი გემშვიდობებათ 6-მდე.